მეგობრებო, უნდა გაიგეთ, ახლა საერთო გაშლა თემატიკა იქნება ასეთი. მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში. შეგვიძლია თქვენი პარტნიორი, თქვენი თავი. და რომ გავიგოთ, რამდენად კონკრეტულად ეს გაშლა იქნება თქვენზე, პატარა ენერგეტიკული იდენტიფიკაცია ჩავატაროთ. ვინ არის თქვენი პარტნიორი, მოდი. რომ მიხვდეთ, რამდენად თქვენზე იქნება ეს გაშლა, შეიძლება საერთო გაშლა რაღაცა დაგემთხვიოთ, რაღაცა არ დაგემთხვიოთ. უნდა მიხვდეთ ხოლმე იდენტიფიკაციით და გაშლით, რამდენად თქვენია ეს გაშლა, იმიტომ რომ საერთო გაშლა ყველაზე ყველაფერი არ იმოქმედებს. შეიძლება სრული გაშლა იყოს თქვენი, შეიძლება საერთოდ აგიაროთ გვერდი ამ გაშლამ, ამიტომ თუ შეატყობთ ვიდეოს ბოლოს რომ ეს თქვენი გაშლა არ იყო, ლაიკი არ დაგეზაროთ და გადმოდით ჩემზე და არჩიეთ სხვა გაშლა, რომელიც თქვენი იქნება. ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ გავიგოთ რამდენად ეს გაშლა არის თქვენზე. მე-13 მაღალი არკანი ამოდის სიკვდილი, ეს არის არც ერთ ვარიანტში არ ვფიქრობთ, რომ ადამიანი სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზეა, არც ერთ ვარიანტში ეს არის დიდი ტრანსფორმაციის კარტი, ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ფსიქოემოციური შეიძლება ტრამვა გადაიტანა, შეიძლება რაღაცა ადამიანის მის ცხოვრებაში გამოკლება გადაიტანა ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან, თუ ვიმსჯელებთ ეს არ არის გამორიცხული, შეიძლება ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე დგას, როგორც პროფესიონალური, ასევე ფსიქოლოგიური, ასევე ემოციური, ასევე რაღაცნაირად ის ეტაპი, რაც მის ცხოვრებაში იყო, ერთგვარი ეტაპი დასრულებულია, ახლა გადავიდა სხვა ეტაპზე. მისი უფრო ძირითადად ეს არის ვინაიდან მაღალი არკანი, ეს არის მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, ყველაზე დიდი ნაწილი პროცენტულად და ეს არის მისი პიროვნების ცვლილება. გაზრდა რაღაც მომენტში ცვლილება ისე როგორც იყო, როგორი პიროვნებაც იყო და რასაც აკეთებდა და რანაირადაც გრძნობდა და ფიქრობდა, ბევრი რაღაცა ცვლილება მოხდა მის ცხოვრებაში და ეს შეიძლება გრძელდება კიდევაც რაღაც ნაწილისთვის, იმიტომ რომ 1 და 2 დღეში მაღალი არკანები როგორც წესი არ მუშაობენ, ეს არის რაღაც პერიოდის ცვლილებების მომასწავლებელი მის ცხოვრებაში. შეიძლება ადამიანი ახლა უბრალოდ ამ მომენტისთვის რაღაცნაირად მოწყენილია, პაუზაშია, თქვენთან მიმართებაში და კონტაქტი არ აქვს, ან არ გამოდის კონტაქტზე, ძილის ენერგეტიკა აქვს, დასვენების ენერგეტიკა აქვს, ძალიან უნდა გამოძინება, დასვენება ნაწილისთვის ასე იქნება, შეიძლება უბრალოდ ხასიათზე არ არის კონტაქტისგან და საუბრებისგან მაქსიმალურად თავს იკავებს, რაღაცნაირად თავის ნაჭუჭშია, ესე ვიტყოდი, შეიძლება რაღაცა გააზრებულად ერთგვარი აი ეს მე-13 მაღალი არკანიდან გამომდინარე, ერთგვარი აი ტრანსფორმაციიდან გამომდინარე ადამიანს სურს რომ რაღაცეები კიდე გადახარშოს, აი მიიღოს ის როგორც აძლევს მას ცხოვრება, როგორც აჩვენებს, როგორც უნდა იაროს აწი და სიარული ცხოვრებაში აღარ გამოადგება, როგორც დადიოდა აქამდე, ანუ რაღაც დიდი ტრანსფორმაცია ხდება მის ცხოვრებაში, ეს არის დიდი ნაწილისთვის შეიძლება სამუშაო სფეროსთან დაკავშირებული დაღლაც, ასე ვთქვათ, და ტრანსფორმაციაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენციის კარტია ხუთიან ჟეზლი და ეს არის სულ ბრძოლაში და ომში ჩაფლული ადამიანი, სულ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებს, სულ ვიღაცასთან თავის დაცვის პოზიცია და წარმოჩინების პოზიცია აქვს, თუ სამუშაო რეჟიმს ვიტყვით, სულ რაღაცის მტკიცება აქვს, უშეხლა შემოხლა, შეიძლება გაშველების ენერგეტიკაც აქვს, არ არის გამორიცხული ხუთიან ჟეზლით. დიდი კონკურენცია სამუშაო სფეროს თუ ვიტყვით, მუშაობს ეს კარტი სამუშაოზეც, ასევე არის პირად ურთიერთობებზეც, შეიძლება დიდი კონკურენციის ბრძოლა აქვს თქვენთან მიმართებაში, არა ნაკლები თაყვანისმცემელი ყავთ, შეიძლება და ერთგვარად თავის წარმოჩინება უნდა ამ მხრივ თქვენთან მიმართებაში ცხოვრებისეულად, რომ აი გაჩვენოთ და დაგიმტკიცოთ რაღაცეები, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატურა თქვენი პარტნიორული ურთიერთობებისთვის. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ადამიანი რაღაცნაირად ახალ გზას დგას 6-იან ხმლით, ეს არის მისი მენტალური მდგომარეობის შეცვლაც, როგორც უკვე გითხარით, ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადის, რაღაცები გადახარშა, გადმოხარშა, მიიღო ისე და უწევს მიიღოს ისე, როგორც მას ცხოვრება აწოდებს, ასე ვთქვათ. და რა გზაზეც აწი უნდა იაროს თქვენთან ერთად, თქვენს გარეშე, ყველას თქვენი გექნებათ საერთო გაშლაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის მისი რაღაცნაირი ცოტა მოწყენილობის ენერგიები, რომ აი უწევს მას უნდა თუ არ უნდა ამ გზაზე სიარული, ეს არის ნაწილისთვის ასევე შეიძლება მისი ფიქრების ცვალებადობა, რომ აი
რაღაცა მდგომარეობამ შეცვალა მისი ფიქრები, მისი მენტალური მდგომარეობა, შეიძლება თქვენთან დაკავშირებით, შეიძლება მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საერთო გაშლაში ასეც არის შესაძლებელი და ისეც, იმიტომ რომ ხუთიან ჟეზლები ეს არის როგორც ურთიერთობა პარტნიორული, ასევე ურთიერთობა სამუშაო სფეროში კოლეგებთან და მის კონკურენტ თანამშრომლებთან ერთად ასე ვიტყოდი. მოკლედ თუ ასე თუ ისე ატყობთ რომ თქვენი იქნება ეს გაშლა, ლაიკები არ დაგეძაროთ და ჩემი გვერდი გამოიწერეთ, ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ, ერთადერთი გვერდი მაქვს. ბოლო ამის წინა მეორე გვერდიც გამიტეხეს და დამიბლოკეს, მინდა გითხრათ და გამოწერა, ვისაც მასზე გაქვთ, გააუქმეთ, იმიტომ რომ მე იქ ვეღარ შევდივარ. მოკლედ, წავედით ახლა გავიგოთ მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში როგორია. რას გრძნობს, რატომ არის მოწყენილ მდგომარეობაში. 3000, 2 პენტაკლი და მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი, ესე იგი გრძნობს რომ სააპირო რიგში საბედისწერო ადამიანი ხართ. მისთვის ეს არის ბედისგან მოცემული შენთვის ადამიანი, ეს არის კარმული კარტი. კარმული ისეთი სიტყვა, ყველა მეორე სიტყვაზე იძახიან, მაგრამ სწორედ რომ ბედის შემოbrunებამ და ბედის ბორბალმა და რაღაცნაირად პერიოდის შეიძლება მარტოობისაც მის დამოკიდებულება ქონდა ისეთი რომ რაღაცნაირად მარტო იყო აი ამ პერიოდში შეიძლება და არ ქონდათ პაუზის პერიოდი ქონდა და არ ქონდათ კონტაქტი, აი ამ პერიოდმა დაანახა რომ თქვენ ხართ მისთვის საბედისწერო ქალი. ადამიანი რომელიც დაიწონასავით ცდილობს გაიგოს, გაგიცნოთ, გაიგოს თქვენი მდგომარეობა, გაიგოს თავისი სულიერი მდგომარეობა, გაიგოს ის რომ მნიშვნელოვანი ხართ მართლა მისთვის, თუ ეს არის რაღაცა წამიერი და წუთიერი და რაღაც პერიოდულობით, ასე ვთქვათ, სურვილი თქვენთან ყოფნის და თქვენთან ურთიერთობის. ვაპატეთ, გამაწყვეტინეს. მოკლედ დაიწონა რეჟიმის პერიოდი აქვს. ეხლა ერთგვარი გააზრების ჭირდებით მას ნამდვილად გვერდით თუ არა და 3000 ამოდის. 3000 ხშირად არის სასიყვარულო სამკუთხედზე საუბარი. ეს არის გართობა, ეს არის დროის ერთად გატარება სასიამოვნოდ. ადამიანი ხართ მისთვის ვისთან ერთადაც კარგად ატარებს ყველა წუთს და ყველა დროს და რაღაცნაირად ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშეც შემიძლია თქვა, მაგრამ აი ის გარკვევა რომ რამდენად ძვირფასი ხართ უკვე უფრო სერიოზული რაღაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა თავის თავზე რო აიღოს, აი ამის ერთგვარ მჭირდება, არ მჭირდება, ნამდვილად ძალიან ძვირფასია თუ არ არის ძალიან ძვირფასი, მაგრამ მეათე მაღალი არკანით მინდა გითხრათ რომ ამ ყველაფერს გაგებაზე უკვე დგება მისი მდგომარეობა, მზე ამოდის კალდესირში 19 მაღალი არკანი, აი მისთვის ხართ მზე, ხვდება რომ მისთვის ხართ ენერგეტიკის წყარო, მისთვის ხართ ის შეგრძნება რომ აი მიხარია ამ ადამიანის დანახვა, ეს არის ჩემთვის გამონათება, ეს არის ხასიათის გამოკეთება, ეს არის ადამიანი რომელიც მიყვარს და გრძნობები მაქვს, ასევე მის მიმართ გრძნობები მაქვს. ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად ის შეგრძნება რომ ამ ადამიანს უკვე გრძნობები აქვს თქვენთან მიმართებაში და აი ამ თასის მეფით ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ ეს გრძნობები გაგიყოთ, გაგინაწილოთ, არ ვიცი, ყვავილების თაიგული მოგართვათ, რაღაცა ხალისი შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში და გაგახაროთ, იმიტომ რომ მისთვის მზე ხართ, მისთვის ხართ კიდევ მეორე ენერგეტიკული წყარო, აი ამ დამუხტვის, რასაც მზე იძლევა, რომ აი ბედნიერი ხარ, მზე რო გამოანათებს და რო თენდება და კარგი ამინდია, ხო ყველა ბედნიერი ვართ, აი ესეთი ამინდი და მზე ხართ მის ცხოვრებაში, რომ გამოანათებთ და რომ დაგინახავთ ყველაფერი რაღაცნაირად ჰარმონიაში მოდის მის ხასიათში, ასე ვთქვათ. ყველა ვარიანტში იმას ხვდება, რომ საბედისწერო ქალი ხართ, მისთვის ყველა უბრალოდ არ ბრძანდებით მის ცხოვრებაში, შეიძლება ნაწილისთვის, დიდი ნაწილისთვის არის სასიყვარულო სამკუთხედზე ეს გაშლა, ყველა ვარიანტში იქნებიან ასეთი ადამიანები, ან იქნება მეორე კატეგორია, რომელიც ასე ვთქვათ, ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არ აუღია თავის თავზე თქვენთან ურთიერთობაში და პარტნიორულ სერიოზულ, ასე ვთქვათ, ჭაპანის აღებაში, მაგრამ ერთგვარი გასართობი უფრო ისეთი უპასუხისმგებლო დროის გატარების მომენტი აქვს, მაგრამ ხვდება რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ. მარტოობის პერიოდს აჩვენებენ და აი ამ გააზრებისას მისას იაზრებს ახლა და მიეცით ამის საშუალება, ეჭვიანობა აქვს ნამდვილად თქვენთან მიმართებაში. მიიღეთ.